საღამო მშვიდობისა ეთერშია ევროპული არჩევანი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ერთობლივი პროექტი. მე ვახო სანაია ვარ და წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის თემას. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს საერთაშორისო კვლევების შედეგები. საქართველოს მოქალაქეების აზრი გასული წლის განმავლობაში მოუთხოვია თუ არა თქვენთვის გადაგეხადათ გრთამი. რას პასუხობენ ამ და კორუფციასთან დაკავშირებულ სხვა შეკითხვებზე რესპონდენტები. რას ფიქრობენ მოქალაქეები, სად ხდება გრთამის მიცემა ყველაზე ხშირად დღეს ევროპული არჩევანის ეთერში. თემა კორუფცია. ეთერშია ევროპული არჩევანი. საღამო მშვიდობისა ყველას მოგესალმებით. დღეს ჩვენი გადაცემის თემაა კორუფცია და წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს. ფილიპ დიმიტროვი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ვახტანგ ლეჟავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელიც სულ რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება, ოთარ კახიძე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ეკა ფოფხაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი, კონსტიტუციის 42 მუხლი არასამთავრობო ორგანიზაცია. ყველას გადაგიხდით, ძალიან დიდ მადლობას გადაცემაში სტუმრობისთვის. მე სანამ პირველ შეკითხვას დავუსვამ ბატონ ფილიპ დიმიტროვს, რამდენიმე ციფრს გავაცნობ ჩვენს მაყურებლებს. ამ კვლევების მიხედვით, რომელზეც მე ანონსში ვილაპარაკე უკვე, საქართველოს მოქალაქეთა 99%-ისთვის გასულ წელს არ მოუთხოვიათ გრთამი. ამ შედეგით, როგორც კვლევაში წერია, საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე, ასევე სხვა ციფრებიც არის, გამოკითხულთა 31%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის მთავარი პრობლემა და არ შედის მთავარ 5 პრობლემაში, მაგრამ საქართველოს გამოკითხულები ასახელებენ იმ სფეროებსაც, სადაც მათი აზრით ყველაზე ხშირად ხდება კორუფცია. ეს არის მოკლედ და ვრცლად უკვე ამაზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ბატონ ელჩს მინდა დაუსვა, როგორც უკვე ვთქვი, პირველი შეკითხვა. თქვენთვის რამდენად შთამბეჭდავი იყო ამ კვლევების შედეგები? მე ვიტყოდი, რომ ძალიან შთამბეჭდავი შედეგებია. როცა მე ამას ვამბობ, მე გულისხმობ, რომ ხალხი ადვილად არ დაუჯერებს ამ შედეგებს. უფრო მეტსაც ვიტყვი, ხალხი, რომელიც ასეთ გამოკვლევებს ატარებს, ისინიც კი, ვინც ხშირად ატარებს, იმეორებს ამ კვლევებს იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად არ არის შეცდომა. იმიტომ რომ მართლაც შედეგები არის ძალიან შთამბეჭდავი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ჩვენთანგანისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი ქართველებისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, ვინც ამითაა დაინტერესებული, ძალიან მარტივი მიზეზით. არის ორი იდეა, რომელიც ამ შედეგების შედეგად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ერთი ის, რომ კორუფცია არის ენდემური და ტენდენცია მისი ზრდისა მსოფლიოსი არის გარდაუვალი, ასეთი მოსაზრება არსებობს და არის ასევე მოსაზრება, რომ არის გარკვეული რეგიონები, კულტურები ან სივრცეები, სადაც არის უფრო მეტი ტენდენცია კორუფციისაკენ და იქ როგორც კი დაიწყება კორუფცია, აქედან გამოსვლის საშუალება არ არის. საქართველო არის შესანიშნავი მტკიცებულება ამ ორივე მოსაზრების საწინააღმდეგოდ. მე არ ვაპარაკობ ქართველებზე როგორც ძველი დროის გმირებზე და ანტიკურ დროზე, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში არის ფაქტების კომბინაცია, თანხმედრა, რომელმაც მოგცა საშუალება, რომ ასეთი შედეგი ყოფილიყო. არის ისტორია ძალიან ძლიერ კორუმპირებული საზოგადოებისა, რომელიც ყველას ასე ვთქვათ ყელში ამოუვიდა. არის ძალიან მიზანმიმართული და გადამწყვეტი ბრძოლა ხელისუფლების მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ და ასევე ხალხის დამოკიდებულება, რომ ასე არ შეიძლება გაგრძელდეს, რომ რაც უფრო მეტი იქნება კორუფცია ქვეყანაში, მით უფრო მეც დაკარგავს საზოგადოება. და როგორც კი ეს ყველა მიდგომა გაერთიანდა, ამან ყველაფერმა იმუშავა. მონაცემები, რომელიც ჩვენ გვაქვს, მონაცემები, რომელიც ზუსტად იგივე მე გულისხმობ, მექანიზმები, ინსტრუმენტები, რომელიც გამოყენებული იქნა ამ კვლევისთვის გამოყენებულმა ყველა ევროპის ქვეყნისთვისაც. ანუ კვლევის მეთოდი იყო იგივე ყველგან. ანუ საქართველოში გამოკითხვა, საქართველოს გამოკვლევა არ ჩატარებულა რამე განსაკუთრებული განსხვავებული მეთოდით. ზუსტად ისევე ჩატარდა, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და სწორედ ამიტომ არის ეს ძალიან კარგი შედეგი, შთამბეჭდავი შედეგი, როგორც ვთქვი. და ეს არის ის, რაც ნამდვილად არის, ასე ვთქვათ, სიამაყის წყარო. და ამავდროულად ეს არის გამოწვევა. იმიტომ რომ როცა არის ასეთი შთამბეჭდავი შედეგები,
საჭიროა რომ ეს შედეგები შეინარჩუნოთ და ეს რა თქმა უნდა არ არის ადვილი. ქალბატონო, გარკვეული ციფრები ჩვენ დავასახელეთ, მაგრამ ყველა ციფრის უკან არის ხოლმე განმარტებები, ხო? თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ ამ კვლევის შედეგების შესახებ და რა კონკრეტულ ციფრებზე შეგიძლიათ მოგცეთ განმარტებები? მაგალითად 99% ეს ყურს ძალიან ხვდება, ხო, რომ თქვათ მოქალაქეები ამბობენ რომ მათ არ მიუციათ ქრთამი. ამ შემთხვევაში იმასაც გააჩნია თქვათ შეკითხვა როგორ იყო ალბათ დასმული ხო მოქალაქეებისთვის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა შეკითხვას გააჩნია რა ტიპის შეკითხვები იყო დასმული მოქალაქეების მიმართ, ასევე მნიშვნელოვანი არის ვიცოდეთ რამდენი ადამიანი იქნა გამოკითხული ამ შემთხვევაში. მე ვილაპარაკებ უფრო მეტად ჩვენს კვლევებზე, ჩვენ როგორც თქვენთვის ცნობილი არის ძალიან ხშირად ვაქვეყნებთ ხოლმე გლობალურ კვლევებს და აქაც საქართველოს ფიგურირებს, რა თქმა უნდა. ჩვენმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ორი ტიპის კვლევა, ერთი არის გლობალური კორუფციის ბარომეტრი, რომელმაც 100-მდე მეტი ქვეყანა შეისწავლა და მეორე კორუფციის აღქმის ინდექსი. რაც შეეხება გლობალური კორუფციის ბარომეტრს, ეს დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენ, აქაც ძალიან კარგი შედეგი აჩვენა ქვეყანამ. ანუ ეს აქ ჩვენს მიერ დასმული კითხვები ძირითადად ჯერთი პირველ რიგში კითხვები დაესვა ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს, კითხვები იყო დაკავშირებული იმასთან თუ როგორ ფიქრობენ, რომელ უწყებებში არის კორუფცია, ან შეხვედრიან თუ არა კორუფციას გასული წლის განმავლობაში და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ კორუფცია გაიზარდა ქვეყანაში, დანარჩენი ყველა ფიქრობს, რომ კორუფცია აღმოფხრილი არის ქვეყანაში და მათ არ ქონდათ შეხება კორუფციასთან ამ დროის განმავლობაში. რაც შეეხება აქ მე ვსაუბრობ გლობალური კორუფციის ბარომეტრზე. რაც შეეხება ჩვენს მეორე კვლევას, რომელსაც ქვია კორუფციის აღქმის ინდექსი, ეს არის უფრო მეტად ანალიზი სხვადასხვა კვლევებისა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებისა და ამ შემთხვევაში აქაც მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით მაინც უკეთესი შედეგი ანახა სახელმწიფომ და რატომ ანახა ამაზე მე ვილაპარაკებ. მაინც აქ უკვე საუბარი არის უფრო სისტემურ პრობლემებზე, აქ უკვე გათვალისწინებული არის სისტემური პრობლემები, რადგანაც როგორც თქვი, სხვადასხვა ორგანიზაციების კვლევები დაედო საფუძვლად და ასევე ექსპერტების მოსაზრებები. მე ამასთან დაკავშირებით, ახლა როდესაც პრობლემებზე ვსაუბრობ, არ მინდა ნამდვილად არ მინდა ჩვენს მაყურებელს ვუთხრა ის, რომ ჩვენ მიღწევები არ აგვაქვს კორუფციას წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ასე არ არის და საქართველოს მართლაც საჩვენებელი ქვეყანა არის განსაკუთრებით დაბალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის საქართველოს მთავრობის ინიციატივები, რომ გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება სხვა ქვეყნებს და მართლაც ეს შედეგი სულ რამოდენიმე ან შეიძლება ითქვას ერთ წელიწადში დადგა ახლა რევოლუციის შემდეგ. აი ძალიან საინტერესოა, ხშირად ხმარობენ ხოლმე აი ამ ტერმინს დაბალ დონეზე კორუფცია. მე მახსოვს ამ სტუდიაში იყო დებატები ზუსტად ამ საკითხზე, მაშინ ბატონი ვახტანგი ამბობდა, რომ თუ თქვა დაბალ დონეზე არ არის კორუფცია, შემდეგ ზევით როგორ ჩდება და ასე შემდეგ. ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ კორუფცია მხოლოდ და მხოლოდ ქრთამის მიცემა არ არის, ანუ ფულის გადაცემა და ქრთამის მიცემა არ არის. კორუფცია არის ასევე ის, რომ როდესაც არჩეული სახელმწიფო ან ზოგადად სახელმწიფო მოხელე თავის ძალაუფლებას იყენებს თავის სასარგებლოდ. ანუ ამაზე არის საუბარი და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თვითონ ანტიკორუფციულ სისტემაზე, ჩვენ ვამბობთ, რომ თვითონ სისტემა უნდა იყოს ისე ჩამოყალიბებული, რომ სხვადასხვა შტოებმა დააბალანსოს და ერთმანეთის მონიტორინგი განახორციელოს. როდესაც ქვეყანაში ჩვენ ძალიან ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების შტო გვაქვს და ეს ასე არის და იმიტომაც რაღაც გარკვეული მიღწევები, გარკვეული არა და კარგი ისეთი შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ ასევე მოვინდომებდით და ვისურვებდით, რომ ქვეყანაში იყოს ასევე ძლიერი სხვა განშტოება, ასე ვთქვათ, მაგალითად პარლამენტი, მაგალითად სასამართლო სისტემა, მაგალითად იგივე ანუ თვითონ მედია იყოს განვითარებული და აქ ძირითადად არის საუბარი ისეთ მედია საშუალებების, რომელიც პროაქტიულად შეისწავლიან სხვადასხვა ფაქტებს და ასე შემდეგ. ანუ აქ ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ როდესაც სისტემა არის ნაკლებად დაბალანსებული, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი არის რისკი
რისკი იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოროტად გამოიყენონ. მოდით სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს მივცეთ საშუალება და შემდეგ ხელისუფლება უპასუხებს. გავუტონ ეკა, თქვენ რა სიტყვით ამ კვლევების შესახებ? მოგესალმებით. პირველ რიგში ნამდვილად უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები არის შთამბეჭდავი და ბუნებრივია ველოდით კიდევაც ამ შედეგებს. ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვარ და ყველა ვგრძნობ ნამდვილად იმას, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენად შემცირდა და შეიძლება ითქვას პრაქტიკულად არ არის კორუფცია. ამიტომ ეს ნამდვილად მისასალმებელია და ამ კუთხით სამაგალითოა საქართველოს მართლაც ძალიან ბევრი ქვეყნისთვის. უბრალოდ როდესაც საუბრობთ კორუფციაზე, ალბათ კორუფციის სხვა სახეებზეც უნდა ვისაუბროთ, როგორც ასეთი, ასევე საზოგადოებაში დამკვიდრებულია ტერმინი ელიტური კორუფცია, რომლის ნიშნებიც საკმაოდ მაღალია. უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქალაქეები თავად ვერ გრძნობენ ამას, მაგრამ ის ორგანიზაციები, პირები, ვინც ამ საკითხით არიან დაინტერესებული და ამ საკითხებზე მუშაობენ, მათთვის არის ესეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი, არის ძალიან ბევრი პრობლემა ამ კუთხით, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ხარჯვა არის სრულიად გაუმჭვირვალე. ჩვენ საქართველოს მთავრობა არ გვაწვდის ინფორმაციას, არ გვაწვდის ინფორმაციის იმ განკარგულებების შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ხარჯვა სარეზერვო ფონდების, საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება და ეს არის სრულიად გაუმჭვირვალე. ანუ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა. მეორე პრობლემა და ტენდენცია, რაც ამ ბოლო პერიოდში შეინიშნება, არის ის, რომ საქართველოს მთავრობა, ქალაქ თბილისის მთავრობა და სხვა თვითმმართველი ერთეულები აფუძნებენ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებს, მათ გადასცემენ საკმაოდ დიდ ქონებას და ფულად რესურსებს და ამის შემდეგ უკვე სრულიად იკარგება ამ თანხების თუ ამ ქონების ხარჯვაზე კონტროლი. ჩვენ როგორც ორგანიზაცია, როცა მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ან თვითმმართველ ტერიტორიულ ერთეულს, ისინი უარს გვეუბნებიან ამ ინფორმაციის გაცემაზე, როდესაც მივმართავთ ამ კერძო პირებს, ისინი მოტივით რომ არიან კერძო პირები, ასევე უარს გვეუბნებიან ამ ინფორმაციის გაცემაზე. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის უკანონო, იმიტომ რომ კანონმდებლობით საჯარო ფინანსების ხარჯვისადმი წტომა უნდა კონდეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ასევე პრობლემური არის შესყიდვების კანონმდებლობის დაცვის კუთხით. მართალია ჩვენ ელექტრონული შესყიდვები შემოვიღეთ ამ კუთხითაც გვაქვს ძალიან ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა არის რაღაც სფეროები, რომლებიც გამოეთიშა შესყიდვების კანონის კონტროლის რეგულირებას და სრულიად წვდომა და გამჭვირვალეობამ იკლო. მაგალითად, იგივე დაუბრუნდები პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების განკარგვას, რომელიც შესყიდვების კანონმდებლობით არ მიმდინარეობს და ეს არის ძალიან პრობლემური. და მეორე საკითხი ამ არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების მხრიდან სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების განკარგვის შემთხვევაში ისინი არ იყენებენ შესყიდვების კანონმდებლობას. ერთი მაგალითიც უნდა აღვნიშნო, მაგალითად საქართველოს პარლამენტის მშენებლობა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2 წელიწად მეტია იკვლევს საქართველოს პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ჩვენ გამოვეცით ანგარიშიც ამის თაობაზე. მიმართეთ არაერთ სახელმწიფო ორგანოს, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, ეკონომიკის სამინისტროს, თვითმმართველ ერთეულებს. ჩვენთვის სრულიად მიუწვდომელი აღმოჩნდა ძალიან მარტივი შეხედვით ინფორმაცია თუ რა თანხები ხარჯება. გასაგებია ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა ამაზე ამ სტუდიაში ძალიან ბევრი ლაპარაკა. კი ბატონო და ბატონი ვახტანგი და ბატონი ოთარი ამას უპასუხებენ, ქალბატონი ნაზიმი და მანამდე. მოგესალმებით, მე გამოეხმაურები ქალბატონ ეკას და ქალბატონ ეკას მოსაზრებებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ კვლევის შედეგებზე საუბარი იმაზე, რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ საქართველოში კორუფცია ნაკლებად არის, ხო, რაღაც გარკვეული პროცენტი. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების ცნობიერება, მაინც ვინაიდან პოსტსაბჭოთა ქვეყანა არის საქართველო, მიმართულია იქითკენ, რომ კორუფცია მაინც და მაინც ასოცირდება მეკრთამეობასთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ კორუფცია არ არის მხოლოდ მეკრთამეობა, მეკრთამეობა არის ერთ-ერთი სახე, ძალიან გავრცელებული, რომელიც იყო საქართველოში და ამჟამად მეკრთამეობის პრობლემა ნამდვილად არ დგას, მაგრამ იკვეთება კორუფციის სხვა ნიშნების პრობლემები, რომელზეც შეიძლება საუბარი ძალიან დიდხანს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენთვის საზოგადოებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დახურული არის საჯარო ინფორმაცია ძალიან ბევრ საკითხზე. განსაკუთრებით, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო საკითხებს, შესყიდვებს და ასე შემდეგ. ეს არის პრობლემა, ბუნებრივია ჩვენს კითხვებს და იკვეთება ის, რომ შეიძლება სადღაც იყოს კორუფციის ნიშნები, ვინაიდან საჯარო ინფორმაციას არ იძლევა საჯარო დაწესებულება და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პრობლემა არის კომპლექსური და ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბიზნესის საკითხი. მაგალითად, გერმანიაში კონკრეტულ ადამიანებს თანამდებობის პირებს ჩამონათვალი არის ასეთი მათ კანონმდებლობაში, ეკრძალებათ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და გარკვეული პერიოდის შემდეგაც, მაგალითად, თუ კი ისინი რაიმე მმართველ თანამდებობაზე დაინიშნებიან, ამის უფლებამოსილება მათ არ აქვს, თუ კი გათავისუფლებული იქნენ სამსახურიდან. ანუ ესეთი მიდგომები გარკვეულწილად სხვადასხვა სახელმწიფოებში არის, თუმცა ჩვენთან ამის პრობლემა დგას კვლავ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ბიზნესის და სამეწარმეო საქმიანობის თემა კორუფციასთან დაკავშირებით ძალიან აქტუალური საკითხია. კი ბატონო ვახტანგი, ისევ გაისმა ეს ტერმინი ჩვენ სტუდიაში ელიტური კორუფცია და თქვენ ისევ მოგიწევთ ამაზე პასუხის გაცემა. დიდი მადლობა მოწვევისათვის, დიდი მადლობა რომ ეს თემა შეარჩიეთ, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ თემაზე დისკუსიის გამართვა და ასე ვთქვათ
ცხად საკითხზე, ასე ვთქვათ, ბუნდოვანების შეტანის მიზნით გაკეთებული კომენტარების, ასე ვთქვათ, გაუმეველყოფა. სიტუაცია არის ძალიან მარტივი. ყველანაირი კვლევა, დამოუკიდებელი კვლევა, მიუკერძოებელი კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში და ხაზგაუსვა აქ არ არის საუბარი მექრთამეობაზე, როგორც ახლა ცდილობაა, რომ ასე ვთქვათ, შემოტრიალდეს ეს. საქართველოში კორუფცია მის ყველა გამოვლინებაში, მათ შორის მონეტარულ კორუფციაში და არამონეტიზებულ კორუფციაში არის ძალიან დაბალი. და ეს ძალიან დაბალი, რახან ამ კონტექსტში ვსაუბრობთ, არის ევროპის, ევროკავშირის საუკეთესო მაჩვენებლების დონეზე. ეს არის ცხადი საქართველოს მოსახლეობისთვის, ეს არის ცხადი ყველა იმ დამოუკიდებელი კვლევისთვის, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებულა. ეს არ არის ცხადი რამდენიმე ექსპერტისთვის, ესეთი ექსპერტი შეიძლება იყოს რამოდენიმე ათეული. მე მათ პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, არ შეიძლება ჩაითვალოს რამე ობიექტურ ან რაღაცა რამე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან საფუძველზე დაფუძნებულ მოსაძებელად. ქალბატონმა ეკამ რაც ახსენა, სარეზერვო ფონდები შეგვიძლია გავაგზელებ და ვეცდები რომ გავცე პასუხი. ანუ ჯერ ერთი როდესაც ასე ვთქვათ, ეჭვი გვინდა შევიტანოთ საქართველოში არის თუ არა კორუფცია, ყოველთვის არის მაგალითები მოყვანილი, ანუ ჯერ ცხადდება რომ არის ელიტური კორუფცია, რომელსაც მე ზეციურ კორუფციას ვეძახი, იმიტომ რომ რაღაც მოკვდავები ამას ვერ ხედავენ და არის ასე ვთქვათ, მოკვდავებზე უფრო შორჭვერტელი ხალხი, რომელიც რაღაცას ხედავს, ისინიც მაინდამაინც ვერ ხედავენ და მე ამას უკავშირებენ ინფორმაციის გამჭვირვალობას. ანუ თითქოს ინფორმაციის გამჭვირვალობა, რომელიც ასევე შეგვიძლია გადაცემა მიუძღვნათ ცალკე და ვიმჯელოთ, როგორი სტანდარტია საქართველოში ინფორმაციის გამჭვირვალობის და რამდენად თუ არ ვართ ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, კითხვის ნიშნები ინფორმაციის გამჭვირვალობასთან არ შეიძლება გადაეთარგმნოს ბრალდებაში, რომ რახან ინფორმაცია რომელიღაცა არ ვიცი, არ არის ხელმისაწვდომი ან ძნელად ხელმისაწვდომია ან არტოვებს, ასე ვთქვათ, სანდოობის შთაბეჭდილებას, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ იმ, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიუღებლობის მიღმა დგას კორუფცია. ამას ლოგიკური კავშირი ერთმანეთთან არ აქვს. ამიტომ თუ ინფორმაციის გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია ინფორმაციის გამჭვირვალობას მიუძღვნათ ცალკე გადაცემა და ჩვენ ასევე ამ გადაცემაში შეგვიძლია ვიმჯეროთ. არა, გასაგები, აი მაგალითად პარლამენტის შენობის ხარჯვით ნაწილზე თუ ვილაპარაკებთ, კიდევ ერთხელ დავუბრუნდები. აქ ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ასე ვთქვათ, ქალბატონმა ეკამ მოგცა, ოღონდ ერთი სიტყვა დააკლო. პირადი სარგებელის მიღების მიზნით. ანუ ჩვენ გვაქვს ესეთი ეჭვი, რომ თუ კი ვინმესთვის, არ ვიცი რა მიზეზით, პარლამენტის შენობის, ესე იგი, ფინანსები, ხარჯვა ან მისი ბიუჯეტი არის ხელმიუწვდომელი, ეს ნიშნავს, რომ ტოლობის ნიშანი უნდა გავავლოთ, რომ ვიღაც კონკრეტულმა პირებმა ისარგებლეს ამით? ანუ ამის ეჭვია? ეს კითხვა მინდა დავსვათ. სავარაუდოდ ამის ეჭვია და ძალიან ლეგიტიმური ეჭვია, თუ ინფორმაცია არ აქვს ადამიანს, ბატონ ვახტანგ. არა, ინფორმაცია რო არ აქვს, შეიძლება რამოდენიმე ვარაუდი არსებობდეს, რატომ არ არის ეს ინფორმაცია ან ხელმისაწვდომი, ან ჯერთი მე მგონი ხელმისაწვდომია ფინანსთა მინისტრმა გამოაცხადა რა დაჯდა პარლამენტის შენობა. პრეზენტაციის შემდეგ. ხო, ნუ შეგიძლიათ ეს თქვენ აქტივში ჩაითვალოთ, არაფერი ასე ვთქვათ. ეჭვიანობა მაგის მიმართ არ აქვს, თუნდაც თქვენი პრეზენტაციის შემდეგ და ეს ასე ვთქვათ, ძალიან კარგია რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის შემდეგ ეს ციფრი ცნობილი გახდა. მაგრამ აქედან ლოგიკური ჯაჭვის გავლება იმაზე, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ არ ვიცი, ვიღაცამ ჯიბეში ჩაიდო, ასე ვთქვათ, ან პარლამენტის ფული, ან ბეტონი წაიღო და თავისი აგარაკი ააშენა, ან რაღაცა სარგებელი რა იყო ის სარგებელი, რაც მიიღო. ანუ ღირსების ორდენი, რომელთაც პრეზიდენტმა დააჯილდოვა? ანუ აი, სარგებელი რა იყო, პირადი სარგებელი. ვიღაცამ ხო შეიძლება ესეთი დამაჯერებელი რაღაც ლოგიკური ჯაჭვი მოყვეს. მოყვეს, რომ ეს ბუნდოვანება შექმნილია იმისათვის, რომ დაიფაროს კონკრეტულად, არ ვიცი, ვიღაცის, შეიძლება გვარიც არ დავასახელოთ, მაგრამ რაღაც წრე ადამიანების ამით სარგებლო და პირადად. სხვაგვარად შეიძლება ვისაუბროთ ჩვენ უფლებამოსილების გადამეტებაზე, ხარჯების მიზნობრიობაზე, 1000 რამეზე შეიძლება ვიმჯელოთ.
მაგრამ მე ვერ ვხედავ ლოგიკურ ჯაჭვს ინფორმაციის ხელმისაწვდომაზე და დასკვნის გამოტანაზე, რომ თუ კი ინფორმაცია არ არის იმ დოზით ხელმისაწვდომი, როგორც სასურველი იქნებოდა მაგალითად რამოდენიმე ექსპერტისთვის, ეს ლოგიკურად ამას ლოგიკურად მივყავართ იმამდე, რომ აქ ყოფილა დაბუდებული კორუფცია. რაც შეეხება ეხლა ინტერესთა კონფლიქტს და გერმანიის მაგალითს, არ ვიცი, მე მგონი გერმანიის პრემიერ-მინისტრი იყო იმის, რა ქვია, მისი უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ გაზპრომის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის სამეთვალყურო საბჭოში რომ გადავიდა. მე ხო არ მეშლება. ასე რომ არ შეიძლება ესეც ცალსახად ლაპარაკი, რომ რაღაც აი ესე არის გერმანიაში და მითხარ კონკრეტული მაგალითი, როდესაც სახელმწიფო მოხელეებმა ისარგებლეს ამით და ასე ვთქვათ, კორუფციულ გარიგებების წრე თუ რაღაც ჯაჭვი გააგრძელეს მათ შემდეგ, რაც თანამდებობები დატოვეს. ხო არ შეიძლება. გიკეთია თქვენ მიკროფონი შეგრა. ამიტომ კიდევ ერთხელ შევაჯამებ. სიტუაცია არის ძალიან მარტივი და ცალსახა. და ყოველგვარი ბუნდოვანების შეტანა ამაში მე მგონი არ კონტრპროდუქტიულია. არ ვამბობ, რომ საკითხები არ არის, საკითხები არის, მაგრამ ამ საკითხების მოგვარება ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმ ფონზე, როდესაც სწორად შევაფასებთ რეალობას. კი ბატონო, ქალბატონი ნაზი და შემდეგ ოთარ თქვენ. უბრალოდ კომენტარს გავაკეთებ. მაგალითები იმიტომ მოყვავს, რომ გავიზიაროთ, თუ კი წარმატებული მაგალითები არსებობს და ჩვენს დავნერგოთ ჩვენს კანონმდებლობაში და არა მხოლოდ კანონმდებლობაში. მოგიყვანეთ ეს მაგალითი, ძალიან კონკრეტული ნიმუში არის, მაგრამ თავარია მაინტერესებს, საჯარო მოხელეს უნდა კონდეს თუ არა მაღალი თანამდებობის პირს უფლება რომ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას მისი პირადა თავისი მეშვეობით, ან ვინმე მოდი გითხარით მაგალითი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩემი აზრითაც არ უნდა კონდეს, მე მაგალითად სამეწარმეო საქმიანობას ჟურნალისტური გამოძიება ტარდება ამაზე და ძალიან კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს აქ პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი და ამის თაობაზე ჩვენი ორგანიზაცია და სხვა ორგანიზაციები, მედია, ადვოკატირების კუთხით მომუშავე ორგანიზაციები არაერთხელ დაუყენებიათ საკითხი ფლობს წილებს ისეთ კომპანიაში, რომელიც გარკვეულწილად მისი რეგულირების სფეროს განეკუთვნება და ამაზე ჩვენ ანგარიშიც გვიწერია. ანუ პირდაპირ კონკრეტული მაგალითი კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე. კი ბატონო, გასაგები. მოდი ბატონო, თქვენ ამ კონკრეტულ ფაქტზე არ ვიცი რამდენად შეგიძლიათ კომენტარის გაკეთება კომისიის თავმჯდომარეზე. მე ძალიან მარტივად შემიძლია შევეხო მაგ ფაქტსაც და სხვა ფაქტებსაც. კვლევა, რომელსაც გადაცემა ეძღვნება, უბრალოდ კვლევათა ერთობლიობა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში არის კორუფცია მცირე, უფრო ნაკლები ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის მთავარი მიგნება, ასე ვთქვათ, ამ კვლევის და უნებრივია ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, როდესაც ხდება ყველაზე წარმატებული ქვეყანა კორუფციის მხრივ, უნებრივია ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება, დავეთანხმები ბატონ ელჩს, ნამდვილად სიამაყის საფუძველიც არის, თუმცა სიამაყე გვერდზე გადავდოთ, ამ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ კორუფცია საქართველოში მაინც არის, მაინც იქნება ყველა შემთხვევაში, ყველა ზეგაც ერთი წლის შემდეგაც და ყოველთვის იქნება, ყველა ქვეყანაში იქნება, ყველა დონეზე იქნება, მინდა გითხრათ. ანუ კონკრეტული ფაქტებიც იქნება, იმგვარი ფაქტებიც შეიძლება იყოს, როგორიც თქვათ არის თანამდებობიდან წასვლის შემდგომ რაღაცების გამოყენება. საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელა გასულ წელს თუ არ ვცდები მინისტრის 2 მოადგილე იქნა მიცემული პასუხისგებაში, იმიტომ რომ იყენებდნენ ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას. ამგვარი ფაქტები იქნება, რეაგირებაც მოყვება, ეს ბუნებრივი პროცესია. აქ საუბარი იმაზე, რომ კორუფცია გაქრება და ჩვენ არ გვექნება არც ერთი ფაქტი, ნუ ბუნებრივია, ეს ინფანტილური მსჯელობაა, ეს ამას ვერასდროს ვერავინ, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გააკეთებს, მაგრამ ის რომ საქართველოში კორუფცია უფრო ნაკლებია ვიდრე სკანდინავიის ქვეყნებში და შვეიცარიაში, ეს არის ის თემა, რომელზეც ჩვენ ალბათ ისე არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ნუ გასაგებია, ნუ ეხლა დაბალია კორუფცია, ნუ დიდი ამბავი. ეხლა მინდა შევეხო რამდენიმე არგუმენტს, რომელიც აქ იქნა წამოყენებული. პირველი ეხება საკითხს, რომ თითქოს კვლევები ზომავდა მხოლოდ მეკრთამეობას. ეს ასე არ არის. ხალბატონო ეკა, მინდა გითხრათ, რომ როგორც გლობალური კორუფციის ბარომეტრში, ისე ევრობარომეტრში იყო ცალკეული კითხვები, რომელიც ზომავს საქართველოს მოქალაქეების აღქმას თუ რამდენად არის გავრცელებული კორუფცია. კითხვა არის ფორმულირებული შემდეგნაირად. თქვენს ქვეყანაში როგორ ფიქრობთ, ქრთამის მიღება ან ქრთამის აღება, აგრეთვე ძალაუფლების გამოყენება პირადი მიზნებისათვის. რამდენად გავრცელებულია ჩამოთვლილ სექტორებში და ეს სექტორებია სახელმწიფო შესყიდვები, პარლამენტარები, საბაჟო სისტემა,
ეს არის მშენებლობის ნებართვები, მუნიციპალიტეტები, ჯანდაცვის სექტორი, სასამართლო სექტორი, ბიზნეს სექტორი, განათლების სექტორი და პოლიციის სექტორი. ანუ მოქალაქეთა აღქმა ამ სექტორებში რამდენად არის კორუფცია, არის მოცემული კვლევაში და კვლევის მიხედვით. საქართველოს მოქალაქეების 16.8% მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში ყველაზე მეტად არის გავრცელებული კორუფცია. აი ამ ციფრებზე ჩვენ რეკლამის შემდეგ ვილაპარაკებთ. არა, უბრალოდ მინდა აქ რამდენიმე განმარტება გავაკეთო. შემდეგ ციფრებს მე არ ჩამოუყვები, უბრალოდ გეტყვით, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო შესყიდვებში არის სერიოზული პრობლემა და მათი აღქმა არის შესყიდვებთან მიმართებაში ყველაზე უფრო კრიტიკული, მაგრამ ანალოგიური მაჩვენებელი ევროკავშირში, საშუალო მაჩვენებელი უტოლდება 47%-ს. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, რომ ელიტური კორუფციის თემა პრაქტიკულად ამ კითხვამ ამოწურა, ვინაიდან ამ კითხვაში მოცემული გვაქვს ჩვენ როგორც პოლიტიკოსები აქ არიან, სასამართლოს წარმომადგენლები აქ არიან, ყველა თეორიულად ვინც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ, ყველა სექტორი აქ მოცემულია და საქართველოს მოქალაქეები განსხვავებულად ფიქრობენ, მათ შორის აქ წარმოდგენილ ჩემთვის ძალიან ძვირფას ექსპერტებზე, რომლითაც მე პირადად მაკავშირებს ურთიერთობა და მათ ძალიან კომპეტენტურ ადამიანებად მივიჩნევ, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებაში საქართველოს მოქალაქეთა ხედვა და აღქმა და მათი ხედვა და აღქმა ერთმანეთს არ ემთხვევა, კარდინალურად განსხვავებულია. ამავე დროს მინდა შევეხო იმ საკითხებს, რომელიც წამოიჭრა სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით და ორ კვლევასთან დაკავშირებით, აქ აღინიშნა კორუფციის აღქმის ინდექსი, საერთაშორისო გამჭვირვალობის ერთი კვლევა, რომელიც არ არის პრინციპში მათი კვლევა, ვინაიდან ეს არის სხვადასხვა ექსპერტების შეფასებების კომბინაცია. მინდა გითხრათ და ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებსაც მაყურებელს მინდა ავუხსნა განსხვავება თუ რა განსხვავებაა იმ კვლევას შორის, სადაც საქართველო არის 64 ადგილას და ამ კვლევებს შორის, რომელშიც საქართველო შედის წარმატებული ქვეყნების ხუთეულში, განსხვავება არის ძალიან მარტივი. კორუფციის აღქმის ინდექსში საერთაშორისო გამჭვირვალობა, ოღონდ არა საქართველოში მათი წარმომადგენლობა, არამედ ბერლინის ოფისი, ისინი იღებენ საქართველოს შეფასებებს, მაგალითად აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს აქვს 7 ქულა 10-დან კორუფციასთან მიმართებაში. Transparency International-მა ეს 7 ქულა თავისი უნიკალური შეწონვის მეთოდით ამავე 10 ბალიან სისტემაში გადაიყვანა 3.8 ქულად. თქვენ ეს შეგიძლიათ იხილოთ, მათ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული აქვს ეს მეთოდოლოგია. ვერაფერს ვერ იზამს ნამდვილად საქართველოს, თუ მიიღებს ექსპერტების შეფასებებში, თუ მიიღებს 10-იანებს ამ შემთხვევაში რაც შეუძლებელია. ამ შემთხვევაშიც კი ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ის რომ ამ კვლევაში ზემოთ წავიწიოთ, ვინაიდან ეს კვლევა ერთი რომ ეფუძნება მცდარ მეთოდოლოგიას, სადაც შეწონვის მეთოდები არის გაუმართლებელი, მეცნიერულად არასანდო და მეორე ამ კვლევაში ჩვენ გვხვდებიან ექსპერტები, მაგალითად ქალბატონი ნატალია ლეშჩენკო, რომელიც აფასებს Transparency International-ის ამ კვლევის მიხედვით საქართველოს. ნატალია ლეშჩენკოს შეფასებით გასულ წელს მექრთამეობა საჯარო სამსახურში საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში არის ერთ და იგივე დონეზე. მისი შეფასებით. ნატალია ლეშჩენკო გახლავთ ბატონი დმიტრი მედვედევის ფან-კლუბის წევრი, აქვეყნებს სხვადასხვა სტატიებს, თუ როგორ უნდა მოიპოვონ სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა დამოუკიდებლობა და როგორ უნდა დაიქირავონ PR კომპანიები, ეს გახლავთ ერთ-ერთი ექსპერტი, რომელმაც საქართველოს დაუწერა 2.6 ქულა 10-დან და არის ერთ-ერთი წყარო Transparency International. გასაგები ახლა უცებებლად. ამიტომ დიდი ბოდიში უბრალოდ აი მოკლედ თუ შეიძლება რეკლამის დროა უკვე. დიდი ბოდიში უბრალოდ მინდა არ მინდა რაღაც ისე გამომივიდეს რომ ერთი ან თავის ქება დავიწყოთ აქ და თქვათ იმაზე საუბარი რომ ჩვენ პრობლემები არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს გამოწვევები ნამდვილად, მათ შორის მინდა თალსახად განვაცხადო. მათ შორის ეს ეხება ინფორმაციის გამჭვირვალობას, მათ შორის ეს ეხება შესყიდვების სისტემის უფრო გავრცობას და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით. კი ბატონო, რეკლამის შემდეგ ამაზე, ახლა რეკლამა და შემდეგ ბატონ ელც მინდა ვკითხო აი ამ ელიტურ კორუფციაზე, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიჟღერა დღევანდელ ჩვენს გადაცემაში.
ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა კორუფცია და გადაცემის პირველ ნაწილში ამ სტუდიაში გაიჟღერა ელიტურმა კორუფციამ ამ ტერმინამ კიდევ ერთხელ და ბატონ ელჩს მინდა ვკითხო გამოთქვას მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. Well, the first part of your show left me with a somewhat odd feeling. თქვენი გადაცემის პირველმა ნაწილმა ცოტა უცნაური შეგრძნება დამიტოვა. ისეთ შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც არასწორი გავაკეთე. თითქოს მე ბოდიში უნდა მოუხადო ვინმეს იმისთვის რომ ასეთი კვლევა ჩავატარეთ და ასეთი კვლევები ტარდებოდა, რომ ვაფინანსებთ ასეთ კვლევას, თითქოს ამისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი. ისეთ შთაბეჭდილებაა თითქოს ჩვენ წესებს ვარღვევთ, კარგი ქცევის წესებს ვარღვევთ, იმითი რომ ვამბობთ, რომ საქართველოს აქვს წარმატებები. დიდი ბოდიში თუ ეს ვიღაცას წყინს, მე არ მინდა ვინმეს ვაწყინო და შეურაცხყოფა მივაყენო, მე უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამ კვლევაში, რომელიც ჩატარდა მთელ ევროპაში, ყველა ევროპულ ქვეყანაში ერთი და იგივე კითხვებით, ერთი და იგივე მეთოდოლოგიით, ერთი და იგივე ტექნოლოგიით ეს კვლევა მოიცავს კორუფციას ყველა ფორმას, იქნება იგივე ღთამისაღება, გაყალბება, პირადი სარგებლობისთვის ძალაუფლების გამოყენება და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს იყო მოცული კვლევაში და ამ კვლევაში ჩანს, რომ საქართველოს არ არის ასე თქვათ წმინდა კრისტალი, არ არის სრულყოფილი, არ არის წარმოუდგენელი ადგილი ქვეყანაზე მსოფლიოში, მაგრამ კვლევა აჩვენეს, რომ საქართველოს მიაღწია ძალიან შთამბეჭდავ შედეგებს, რომელიც მართლაც მისასალმებელია. პრობლემაა მთელ მსოფლიოში ევროპისთვისაც პრობლემაა და როგორც მესმის საქართველოსთვის პრობლემაა რომ იბრძოლოს კორუფციასთან. კორუფცია ყველგან პრობლემატური საკითხია. მე მესმის თუ სწორედ გავიგე რომ ეს არის გამოწვევა და ეს გამოწვევა რომელიც უნდა ვთქვათ უნდა რომ შევინარჩუნოთ ესეთი შედეგები. ამავდროულად მე მგონი საქართველოს აქვს უფლება, ქართულ ხალხს აქვს უფლება რომ რაღაცა მიღწევა ჰქონდეთ და მე ვერ ხედავ მიზეზს რომ ვიყო ნაწყენი შეურაცხყოფილი იმით რომ საქართველოში რაღაც კარგი მოხდა. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ესეთი შეგრძნება რჩება, მაშინ ისევ კიდევ ერთხელ ბოდიშს მოვიხდი თუ ისევ მაინც ვიღაც ნაწყენია, მაგრამ თუ საკითხი ხება იმას თუ როგორ ფასდება კორუფცია, მართლაც არის ბევრი პრობლემაა ჩართული, ბევრი მცნობიარე საკითხია იგივე ხელისუფლების კონფლიქტი ინტერესების ეს საკითხი მე 3 წელი ვიბრძოდი ჩემს ქვეყანაში სწორედ რომ ინტერესთა კონფლიქტის წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მიღებული კანონი და რაღაც კანონი ბოლოს როგორღაც მივახციეთ, მაგრამ ვიცი რომ ჩემს ქვეყანაში ეს კანონი არ არის სრულყოფილი, მე ვიცი რომ ზოგ ქვეყანაში არც კი არსებობს, ყველა ევროპულ ქვეყანაში არ არის სრულად ეს იგივე კანონმდებლობა, იგივე კონფლიქტთა ინტერესთან კავშირებით. ზოგ შემთხვევაში კანონმდებლობა უკეთესია, ზოგ შემთხვევაში უარესია, ზოგ შემთხვევაში ეს კანონმდებლობა მართლაც იძლევა გარანტიას, ზოგ ქვეყანაში ასეთი კანონმდებლობა ინტერესთა კონფლიქტის ღიად განიხილება, როგორც არასაკმარისი. ეს არის ყველაფერი ისეთი კითხვა, რომელიც არის მოქმედი კითხვა ყველასთვის განვითარების ნორმალური კითხვა. ჩვენ ყველამ ვიცით რომ ჩვენ არა ვართ სრულყოფილი, ჩვენ ყველა ვეძიებთ გამოსავალს ყოველდღიური პრობლემებიდან. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს დაჭირდება ძალიან მერვი პრობლემის გადაჭრა. ძალიან ბევრი გამოსავლის პოვნა ამ პრობლემებიდან და მე შორს ვალ იმ მოსაზრებიდან რომ წარმოვიდგინე რომ საქართველო ან ქართველები ანგელოზები არიან და რომ მიაღწიეს რაღაც წარმოუდგენელ ფანტასტიურ შედეგებს. სწორედ ამიტომაც მე ავღნიშნე რომ ეს შთამბეჭდავი შედეგი საქართველოსთვის არის აშკარად რიგი ფაქტორების შედეგი, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენ დასაბედნიეროდ ან თქვენი წარმატების შედეგად დაემთხვა ერთმანეთს. ეს ყველაფერი ერთად მოვიდა და სწორედ ამის შედეგად არის მიღწეული ესეთი შედეგები საქართველოში და როგორც აღნიშნე ეს შედეგები არის უნდა შევინარჩუნოთ. სხვა მხრივ ეს შეუძლებელი იქნება, მაგრამ ნება მომეცით თქვა
ნება მომეცით თქვათ რომ საქართველოს რაღაცა კარგს მიაღწია და ეს კვლევა ევროკავშირის კვლევა აჩვენებს რომ საქართველოს მიაღწია რაღაც კარგს. ამის გარდა თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ გააგრძელოთ ამის მიღმა თქვენი დებატები შეგიძლიათ გააგრძელოთ, ვერაფერს ვერ დავამატებ, მაგრამ ეს კვლევა აშკარაა და ეს კვლევა აჩვენებს ფაქტს. პირველ რიგში გამოვესარჩლებით ჩემს კოლეგებს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მე ვფიქრობ რომ არავის არ უთქვამს აქ რომ საქართველოს არ აქვს მიღწევები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში პირიქით ახლა მე როგორც დავიწყე საუბარი ზუსტად ჩვენი კვლევების შედეგებიც მოვიყვანე და ვთქვი რომ ძალიან დიდი მიღწევები არის და როდესაც საუბრობდი ზოგადად სისტემურ პრობლემებზე ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდი რომ არსებობს რისკები და ჩვენ ახლა ბატონმა ოთარმა ილაპარაკა კიდევაც ამაზე რომ არის გამოწვევები და ამ გამოწვევებს ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ. ამაზე იყო საუბარი და ნუ ახლა ჩვენ რომ ყველამ ვაქოთ და რაღაცა რისკებზე და შესაძლო რისკებზე არ ვილაპარაკოთ, მე მგონი ამ გადაცემის ფორმატი ზუსტად ის არის რომ შესაძლო რაღაც პრობლემატური საკითხებიც წამოვწიოთ. რაც შეეხება იმას რაზეც იყო აქ საუბარი, ანუ შეისწავლებოდა თუ არა ამ კვლევებში დაბალ დონეზე კორუფცია თუ სისტემურ პრობლემებზე იყო საუბარი. მე როდესაც საუბრობდი რომ დაბალ დონეზე იყო შესწავლა საკითხის, მაშინ აქ საუბრობდი მხოლოდ გლობალური კორუფციის ბარომეტრს. ის კითხვა, რომელიც თქვენ წაიკითხეთ, ის ალბათ ევრობარომეტრის კითხვა არის და გლობალური კორუფციის ბარომეტრში ესეთი კითხვები არ ყოფილა. გლობალური კორუფციის ბარომეტრშიც იყო. მაგრამ ესეთი ტიპის არა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქ არის ძალიან დიდი მიღწევები და ეს ციფრები გამოყენებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო არენაზეც და ანუ ამასთან დაკავშირებით ჩვენ პირიქით მივესალმებით ამას და აქ პრობლემა არ არის. რაც შეეხება კორუფციის აღქმის ინდექსს, აქ კი ზუსტად ესე არის ამ კვლევას საფუძვლად ედება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, მათ შორის მსოფლიო ბანკი, მათ შორის აზიის განვითარების ბანკი, ასევე Global Insight, რომლის ერთ-ერთი ექსპერტი აღმოჩნდა რუსეთის პრეზიდენტის გულშემატკივარი, ასე ვთქვათ. როგორი რაღაცაა, იცით, Transparency International, ანუ საერთაშორისო გამჭვირვალობის ცენტრალური ოფისი ნამდვილად ვერ გააკონტროლებს სხვადასხვა ორგანიზაციების, ექსპერტების პოლიტიკურ შეხედულებებს. იგი უბრალოდ იღებს ამ კვლევებს და ამ კვლევების შედეგებს აფასებს და აქ არის სპეციალური ფორმულა, რომლის მიხედვითაც გამოდის საერთო შედეგი. ამაზე არის საუბარი ახლა. თუ კი დისკრედიტაციის მაგრამ ბატონმა ოთარმა ისეთი ქვეყნების რიგში ჩამოთვალა საქართველოს. თუ კი დისკრედიტაციის ბატონო საქართველოს ჩამოთვალა, ანუ აი ამ ქალბატონის მიერ გაკეთებულ კვლევაში, ხო, ისეთი ქვეყნების რიგში, რომ ეს ნამდვილად იწვევს. ორგანიზაცია არ არის, აქ კრებითი ციფრი არის საბოლოოდ და მიუხედავად ამისა, იქ მაინც წინსვლა იყო საქართველოს შემთხვევაში. ანუ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ორგანიზაციის კვლევის შედეგი, აქ არის ძალიან ბევრი, დაახლოებით 10-მდე სხვადასხვა ორგანიზაცია სწავლობს ამ ყველაფერს და ამათი კრებითი საშუალო არითმეტიკული, ესე ვთქვათ, ეს გვაძლევს მერე საბოლოო შედეგს. ამაზეა საუბარი. რაც შეეხება ელიტურ კორუფციას, და რამდენად კავშირში არის ეს ყველაფერი გამჭვირვალობასთან და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან, მე ვფიქრობ, რომ ეხლა ეგ ლეგიტიმური კითხვა იყო, რომ რატომ არ გვაწვდით, ხო, ინფორმაციას, იმიტომ არ გვაწვდით, რომ იქ რაღაცა პრობლემაა თუ იმიტომ, რომ ვიღაცა კონკრეტულმა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელმა უბრალოდ არ უპასუხა წერილს, ხო, ესეც შეიძლება იყოს და ისიც შეიძლება იყოს, ანუ აქ ორი ტიპის პრობლემა შეიძლება იყოს. კი, საქართველოს მთავრობა ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ უფრო ადვილი იყოს კომუნიკაცია ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, აგერ იქნება ძალიან ბევრი ვებგვერდები და პორტალები, რის საშუალებითაც შესაძლებელი არის, რომ კითხვა დაესვას საქართველოს მთავრობას და ამაზე პასუხიც მიიღონ უახლოეს პერიოდში. მე ერთადერთი ვიტყოდი რა ტიპის პრობლემებზე, აი მაგალითად, როდესაც მაღალ დონეზე კორუფციაზე არის საუბარი და როდესაც შესყიდვებთან დაკავშირებით არის საუბარი. ჩვენ რამოდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ ჩვენმა ორგანიზაციამ იმ ტენდერის შესახებ, რომელიც ჩატარდა თბილისის მერიაში, როდესაც გარკვეული ტიპის ხეები შესყიდული იქნა თბილისის მერიის მიერ 900 ლარად, მაშინ როდესაც მათი ჩვეულებრივი ღირებულება ყოველთვის იყო 30 ლარი. ანუ ესეთი ტიპის პრობლემებზე ვსაუბრობ. კი, ამას გამოეხმაურა თბილისის მერია, რაზეც ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ და გარკვეული რეაქციაც იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ფაქტები რომ ხდება, ანუ ამაზე არის საუბარი. კი ბატონო, გასაგებია ქალბატონო დაკავშირებით. მოკლედ ამასთან დაკავშირებით, შემდეგ ქალბატონ ეკას აუცილებლად უნდა გამოვათქვევინოთ ასე. ანუ ჯერ ერთი
corruption perception CPI-ის რაც შეეხება იქ არის რამდენიმე ორგანიზაცია და ერთი ლეშჩენკოს მაგალითი რომელიც მოგიყვანეთ იმის გარდა რომ ის აზიის განვითარების ბანკი რო გვაფასებს და მსოფლიო ბანკიც რო გვაფასებს მათ ქულებს გვინახევრებს შემდგომ Transparency International პრობლემა ამაშია და არა იმაში რომ ისინი არასწორად გვაფასებენ ვიცი ამ ფორმულის მიხედვით ჩვენ ვზარალდებით რატომღაც გვინახევრებენ ქულებს რაც შეეხება მერის ტენდერს ეს არის ძალიან საინტერესო მაგალითი შესყიდვების სისტემა რომელმაც აიღო გაეროს ჯილდო როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო მექანიზმმა კორუფციის პრევენციისთვის და ევროპარლამენტის რეზოლუციაში მითითებულია რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებმა სასურველი აიღონ მაგალითი საქართველოსგან ეს არის პირდაპირ ამონარიდი ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მე აქ მინდა მაყურებლის ყურადღება შევაჩერო იმ ფაქტზე რომ ის ტენდერი რომელზეც ქალბატონი აკა საუბრობს გამოქვეყნებული იყო ელექტრონულად ასევე სამეწარმეო რეესტრი რომელიც ასევე გამჭვირვალეა და ღია არის დაინტერესებული პირებისთვის შეიცავს ინფორმაციას თუ ვინ არის რომელიმე სხვადასხვა კომპანიის მფლობელი და დირექტორი ასევე გვაქვს თანამდებობის პირთა დეკლარაციაც ასევე გამჭვირვალეა ყველაფერი თუ ვინ რას ფლობს რამდენი ხანი დაჭირდა საერთაშორისო გამჭვირვალობას იმისთვის რომ ეს პატარა გამოძიება მინი გამოძიება ჩაეტარებინა ალბათ 10 წუთი ხო თქვენ შეხვედრით ერთ ვებგვერდზე შეხვედრით შემდგომ მეორე ვებგვერდზე შემდგომ მესამე ვებგვერდზე და დადეთ თქვენი დასკვნა და თქვენ კიდე საუბრობთ რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული პრობლემებია. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კიდევ დასახვეწია, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული იმ მიმართულებით. კი ბატონო, თქვენ კიდევ მოგწევთ შესყიდვების გამჭვირვალობა. კი ბატონო, თავიდან რაღაც განმარტება უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ჩემი კომენტარი ნამდვილად არ ეხებოდა არც ელჩის მიმართ გაკეთებული კომენტარი არ იყო, ანუ არც მის სიტყვებს და არც ამ ანგარიშების და ამ კვლევების მიმართ, მე არ ვიცი, შეიძლება რაღაცა თარგმანის პრობლემა იყო, მაგრამ თავიდანვე ცალსახად რაც აღვნიშნე მე, როდესაც დავიწყე საუბარი, ის მიღწევები, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან მიმართებაში, რაც შეეხება ყოველდღიურ კორუფციასთან, ისიც თქვი რომ მე როგორც საქართველოს მოქალაქე ეს კვლევებიც რომ არ წამეკითხა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამას ძალიან კარგად ვგრძნობ და ძალიან მიხარია რომ ეს ესეა. მაგრამ ასევე როგორც საქართველოს მოქალაქეს და როგორც ამ სფეროში მომუშავე პირს, მაქვს უფლება ხელისუფლებას დაუყენო ის საკითხები, რომელსაც მე ვთვლი პრობლემურად და ჩემს ხელისუფლებას, რომელიც ფინანსდება ჩემი და სხვა მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან, მოვთხოვოთ კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს ესათვის მიმართულება. ანუ კი ბატონო, ყოველდღიური კორუფციის კუთხით გვაქვს ძალიან მასშტაბური შედეგები და სამაგალითო ვართ, ამას კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, როგორც აღვნიშნე და ნამდვილად ღირს რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ადგილობრივმა ორგანიზაციამ თუ მოქალაქემ ეს აღნიშნოს და დააფასოს. თუმცა ეხა ბუნებრივია ამით მადლობელი ვერ ვიქნებით მთელი ცხოვრება და უნდა წავიდეთ წინ. ხო, რა შეეხებოდა ამ უნდა წავიდეთ წინ. ეხა რაც შეეხება მინდა უპასუხო ბატონ ვახტანგს აღნიშნა რომ ზეციური კორუფციის მაგალითები, ანუ ელიტურ კორუფციას უწოდეთ ესე. მე მოგიყვან ძალიან ერთ კონკრეტულ მაგალითს, რომელიც ალბათ ყველასთვის და მაყურებლებისთვის განსაკუთრებით იქნება ძალიან საინტერესო. თბილისის რიყის ტერიტორია. 2006 წელს ქალაქ თბილისის მერიამ რიყის ტერიტორია გაყიდა $7 მილიონ. რამდენიმე წლის შემდეგ 2008 წელს თბილისის რიყის ტერიტორია გამოისყიდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულმა რეაბილიტაციის ფონდმა 17 მილიონად და გადასცა თბილისის მერიას. ანუ 10 მილიონი, ესე ვთქვათ, სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა. არის თუ არა ეს ელიტური კორუფციის ნიშნები. 7 მილიონად გაყიდა 2006 წელს თბილისის მერიამ ქონება, შემდეგ 2008 წელს მერიის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა იყიდა 17 მილიონად რიყის ტერიტორია და გადასცა ეს ტერიტორია ასევე თბილისის მერიას. რა თქმა უნდა, გაყიდვის დროს შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ღირებულება გაიზარდა ან რაიმე გაუმჯობესდა. იყო ინვესტორისთვის პირველადი გაყიდვის დროს ჩადებული გარკვეული ქმედებები, რაც მათ უნდა განეხორციელებინა, თუმცა არ განხორციელდა. ისეთივე შეისყიდა ფონდმა, როგორც თბილისის მერიამ თავის დროზე გაყიდა. ანუ 10 ჩდება კითხვა საზოგადოებაში, სად წავიდა ეს 10 მილიონი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ელიტურ კორუფციაზე და მოქალაქე და გამოკითხვა თუ მოსაზრებებზე, ბუნებრივია ესეთი მაგალითები მოქალაქეებისთვის არის ხელმიუწვდომელი. ამიტომაც, როდესაც მოქალაქეს უსმენენ კითხვას, მე რო ვიყო ჩვეულებრივი მოქალაქე და არ მქონდეს ამ ინფორმაციასთან წვდომა, ბუნებრივია ამ კითხვაზე ჩემი პასუხი იქნება ძალიან დადებითი და პოზიტიური. მაგრამ როდესაც მე მაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ ვინც ამ საკითხებზე მუშაობთ, გვაქვს ეს ინფორმაცია, ჩვენ ვაყენებთ სწორედ ამ საკითხებს და ეს ინფორმაცია არ არის ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის სამწუხაროდ ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ არც მედია აშუქებს ამას სამწუხაროდ ისე როგორც უნდა გააშუქოს და შეიძლება ითქვას ისიც პრობლემაა, რომ თვითონ მოქალაქეები არ ინტერესდებიან ამ საკითხებით. მეორე, ეს ერთი მაგალითი, რაზეც ძალიან მინდა თქვენი პასუხი მოვისმენთ, თუ საქმის კურსში ხართ ამ მაგალითის.
მეორე საკითხი, თქვენ აღნიშნეთ, რომ ინფორმაციის გამოთხოვაზე უარი და გამჭვირვალობის პრობლემა პირდაპირ არ უკავშირდება კორუფციას. აქ, მაინც შეგედავებით, იმიტომ რომ არ ჩდება კითხვები, რატომ არის ინფორმაციის გამოთხოვაზე პრობლემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან დიდ თანხებს, სახელმწიფო ქონების განკარგვას, რომლის მიმართაც არის დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და საკმაოდ დიდ თანხებს, რომლის მიმართაც არის საზოგადოების ინტერესი. და არა სხვა ჩვეულებრივ, ესე ვთქვათ, წვრილმან შემთხვევაში არ გვაქვს ხოლმე პრობლემა საჯარო ინფორმაციის მიღების, მაგრამ აი ესეთ მნიშვნელოვან შემთხვევებში, როცა საუბარია ძალიან დიდ თანხებზე, გვაქვს. ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი ეჭვის საფუძველი. მეორე, როდესაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკეთებდა დასკვნებს და საკმაოდ კრიტიკულს პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გავიდა პერიოდი და აღნიშნული ხარჯვა დაიხურა. ანუ შესყიდვების კანონი არ ვრცელდება უკვე, სწორედ ამ ჩვენი ანგარიშების შემდეგ არ ვრცელდება უკვე ფონდების ხარჯვაზე და ინფორმაცია ფონდების ხარჯვის თაობაზე ხელმიუწვდომელია. ესეთი მაგალითები ქმნის საკმაოდ დასაბუთებულ ეჭვს და ვარაუდს, რომ აქ შეიძლება იყოს გარკვეულწილად კორუფციული გარიგება. კი ბატონო, ბატო ვახტანგ. კი ბატონო, ისევ ჯერ ზოგად საკითხს დავუბრუნდები და მე ასე ვთქვათ, გადავალ უფრო ვიწრო საკითხებზე. ერთი მგონია, რომ ალბათ უფრო კომფორტული იქნება საუბარი, თუ ვიტყვით, რომ საქართველოს ხელისუფლება თუ ამ მათ ყველა სახელით მაქვს საუბრის უფლება არ თulis, რომ კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა არის მხოლოდ ხელისუფლების დამსახურება. ანუ ეს არის მთელი საზოგადოების მონაპოვარი და ამ საზოგადოების ნაწილი არის როგორც რიგითი მოქალაქე, ისევე არასამთავრობო სექტორი, ასევე სამთავრობო სექტორი. ანუ ეს ასე ვთქვათ, არ არის ექსკლუზიური, ასე ვთქვათ, წარმატება მხოლოდ ხელისუფლების. ამიტომ ამის წინააღმდეგ ბრძოლა, რომ აი ვიღაცას გონია, რომ ეს ასე ვთქვათ, ჩვენ თუ გვეტყვიან, რომ შემთხვევით, რომ ესე იგი თქვენ წარმატებულები ხართ, ჩვენ ეს რაღაცა ესე იგი 13 წლის და 14 წლის ბიჭები და გოგოები ვართ და თავში აგვივარდება და ესე იგი ხვალიდან აღარ ვიმეცადინებთ, ეს ასე არ არის. ამიტომ მე მგონი ამ რაღაცა აბსტრაქტულ საუბარს და აი ამ ელიტურ კორუფციაზე საუბარს უნდა დავანებოთ თავი. მგონი კონკრეტული მაგალითი საქართველოში უნდა შევთანხმდეთ, რომ ზოგადად კორუფციის რისკები არის დაბალი, მაგრამ ეს რისკები არსებობს. ეხლა ჩვენ დაინტერესებული ადამიანები, ვისაც გვინდა რომ ეს რისკები კიდევ შევამციროთ, სადაც ჩვენ და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვართ ერთ მხარეს, არა ვართ ჩვენ საწინააღმდეგო მხარეს, ჩვენ ვართ ერთ მხარეს და გვინდა რომ იქ სადაც შესაძლოთ შედარებით მაღალი რისკებია კორუფციის, შევეცადოთ რომ ეს რისკები კიდევ უფრო მინიმალური გავხადოთ. კი ბატონო, ბატო ვახტანგ. დრო იწურება ჩვენი და აი ამ კონკრეტულ საკითხებზე. ოთარმა ძალიან მარტივად თქვა, ჩვენ დიდი პროგრესი გავაკეთეთ მაგალითად სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, მაგრამ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იმ გამოწვევების დაძლევაც, რომელიც დღეს არსებობს. კი ბატონო, თუ გაქვთ აი ამ კონკრეტულ მაგალითებზე პასუხი თუ არა და ინფორმაციის გამჭვირვალობის კუთხით, ხო? ხელმისაწვდომობის კუთხით. დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ არის სფეროები, სადაც ჩვენ ფიქრობთ, რომ პროგრესი შესაძლებელია და რისკების შეცვლილება შესაძლებელია. ჩვენ შეგვიძლია იმის მანაცვლად, რომ ვილაპარაკოთ რაღაც აბსტრაქტულ პრობლემებზე, ვილაპარაკოთ კონკრეტულ პრობლემებზე და ის კონკრეტული პრობლემები დავძლებთ. კი ბატონო, აი ეს კონკრეტული პრობლემა რიყესთან დაკავშირებით თუ გაქვთ პასუხი თუ არა სხვებსაც რიყეს დაკავშირებით ახლა პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ არ ვიცი საკითხი, ესე დეტალურად, ზოგადად მე წარმომიდგენია, რომ რაღაცა რაც 2007-ში ღირდა 7 მილიონი შეიძლება ზოგადად ღირდეს 17 მილიონიც და 60 მილიონიც, ხო? ამიტომ ეხლა გასაგებია რომ კითხვა შეიძლება დაისვას, მაგრამ ამ კითხვაში ასე ვთქვათ ბრალდება წინასწარ არ უნდა არსებობდეს, ხო? უდანაშაულობის პრეზუმპცია, ასე ვთქვათ, ამ კონკრეტულ ასე ვთქვათ საკითხზეც უნდა ვრცელდებოდეს. მეორე, გასაგებია რომ შეიძლება რაღაც კითხვის ნიშნები იქნას დასმული, მაგრამ ეხლა იმასაც ნუ წარმოვიდგენთ, რომ ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში არიან ინტელექტუალურად ჩამორჩენილი ხალხი, რომელმაც იმაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, რომ ფული გააკეთოს იმაზე, რომ თბილისის ცენტრში, რაც ყველას ხელის გულზეა, რაღაცა გაყიდოს 7 მილიონად და მერე გამოისყიდოს 17 მილიონად და ამაზე მოითმოს ხელი. ეხლა რაღაც მე მგონი მოწინააღმდეგეს თუ რა ვიცი პარტნიორის შეფასების რაღაცა ისიც უნდა არსებობდეს, რომ ეხლა ეს ხალხი თუ რაღაცა სხვა რამეს ახერხებს, ასეთ აი ამ საკითხზე ბრიკის საკითხზე ასეთ მარტივ ასე ვთქვათ მაქინაციას თუ ეს
ასე ვინმეს ეჭვი აქვს რომ მაქინაცია არ ჩაატარო რამეს უფრო ჭკვიანურს მოიფიქრებდა. კარგით, მე მგონი ბატონო თარცაკ რიყესთან დაკავშირებით. ძალიან მოკლედ მინდა სწორედ ამ თემას შევეხო. ანუ ისევ კვლევას რომ დავუბრუნდეთ რა. ნებისმიერი საკითხი, რომელიც მაგალითად რეგიონულ დონეზე უკავშირდება რაღაც გადაწყვეტილებებს. საქართველოს მოქალაქეთა 8.4%, რაც ახლა რო განვაზოგადოთ, გამოკითხული იქნა 3000 მოქალაქე, მთლიანად 3,5 მილიონი ადამიანიდან. აქ არის ლაპარაკი 150.000-ზე მეტ ადამიანზე, რომელიც საქართველოში მიიჩნევს, რომ მუნიციპალურ დონეზე არის კორუფცია. ანუ ეს არის აღქმა საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილის. მაგრამ ანალოგიური მაჩვენებელი ევროკავშირში არის 48%. მე უბრალოდ ჩვენ ხო ამაზე ვართ შეკრებილები, რომ საქართველოში კორუფცია არის, მინდა გითხრა ეკა, რომ კორუფცია არის სავარაუდოდ ყველგან, ყველა დონეზე. მუნიციპალურ დონეზეც ვიღაცა შეიძლება პერსონალური მიზნებით რაღაცას იყენებდეს. შეიძლება ვიღაც პატრულმაც კი სადღაც გთამი აიღოს, შეიძლება არ ვიცი იუსტიციის სახლის თანამშრომელმაც, რავი, ვერ წარმომიდგენია, მაგრამ შეიძლება ვიღაც მინისტრის მოადგილე მინისტრმა გამოიყენოს თავის ძალაუფლება პირადი მიზნების. ესეთი ფაქტები შეიძლება მოხდეს. უბრალოდ აქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ამგვარი ფაქტები ხდება უფრო ცოტა და საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მათი მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტი, პოლიცია, სასამართლო, ბიზნეს სექტორი არის უფრო ნაკლებად კორუმპირებული, ვიდრე ამავე გასაგებია, მე ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა რომ გავაცნო ეს ციფრები მაინც ჩვენს მაყურებლებს, სანამ ჩვენი გადაცემა დამთავრდება, 16%, რაც თქვენ უკვე ახსენეთ, მიიჩნევს, რომ საჯარო ტენდერებში ხდება ეს ყველაზე ხშირად, 12% პოლიტიკაში ეროვნულ დონეზე, 10% საბაჟო მომსახურებაში, 10% მშენებლობის ნებართვებზე, 9% ბიზნესის წამოწყების ნებართვაში, 8% ოდნავ მეტი აი პოლიტიკოსებში რეგიონულ დონეზე, რაც თქვენ ახლა ახსენეთ, 8% ინსპექტირებისას, ანუ აქ იგულისხმება ჯანდაცვის სფერო, სურსათისუნებლობა, სანიტარიული ნორმების დაცვა და ასე შემდეგ, 7% საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, 6%-ზე ოდნავ მეტი სასამართლოში და 6% კერძო კომპანიებში. ეს ციფრები, რაც კვლევის შედეგად გამოქვეყნდა. კარგი, ხალბატონ ნაზი, თქვენ გსურდათ რაღაც ითქმა და შემდეგ ბატონი ელჩი დაამთავრებს, შეაჯამებს თქვა ჩვენ საუბრს. დიახ, ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა უშუალოდ კორუფციასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინდა ძალიან მოკლედ ვისაუბრო, ეს არის საჯარო მოხელეთა დასაქმების, დააწინაურების და დანიშვნის საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. საქართველოში ამ მხრივ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა წინ, ეს ნამდვილად აღსანიშნავია. დაიხვეწა საკანონმდებლო დონეზე ეს საკითხები, ასევე პროცედურებიც გაუმჯობეს და პრაქტიკაში დაინერგა ეს ყველაფერი და ეს არის ძალიან კარგი და მისასალმებელი. თუმცა კონსტიტუციის 52 მუხლი რამდენიმე ხნის წინ დაინტერესდა უშუალოდ იმ საკითხით, რომელიც უკავშირდება საჯარო მოხელეებისთვის, ამ შემთხვევაში გულისხმობ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის თემით. ჩვენ რამდენადმე ვეცადეთ, რომ ეს საკითხი უფრო დაგვესუსტებინა და გაგვერკვია, ვინაიდან ვართ საქართველოს მოქალაქეები, უნებრივია გვაინტერესებს, როგორ ხდება ეს ყველაფერი, რატომ გადაეცემოთ საცხოვრებელი ბინები ზოგიერთ თანამშრომლებს და რა კრიტერიუმებით, მაგრამ ძალიან საინტერესო დეტალებს ავაწყდით, ჩვენთვის დახურული აღმოჩნდა ზოგიერთი ინფორმაცია, ის ზოგადი საკითხები, რომელიც არაფრის მომცემი იყო და ინფორმაციას არ იძლეოდა, ნამდვილად მოგვაწყვეტეს ამაზე ინფორმაცია და ერთი საინტერესო არის ის, რომ ზოგიერთ თანამშრომლებს, რომლებიც სარგებლობენ განსაკუთრებული სტატუსით და აქვთ რაიმე მიღწევები საჯარო სამსახურში, 1/3 საცხოვრებელი ბინის თანხას იხდის თავად ესა და სახელმწიფო ამ შემთხვევაში 2/3 იხდის თავად მომავალი მესაკუთრე კონკრეტული საცხოვრებელი ფართისა. ჩვენ დავინტერესდით ასევე როგორი არის საერთოდ ნასყიდების ხელშეკრულებები, რა მდგომარეობა არსებობს ამ კუთხით, მოვითხოვეთ ფორმები. რადგანაც მივიღეთ თუ არის მოვითხოვეთ მხოლოდ ფორმები და არა პერსონალური ინფორმაცია და ვკითხა უარი ეკონომიკის სამინისტრომ, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია და მიუთითა 44 მუხლზე ადმინისტრაციული კოდექსისა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ანუ ესეთი საკითხები აჩენს ბუნებრივია შეკითხვებს და მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ დაწინაურება და დანიშვნა არ უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის პრემიები, ასე შემდეგ ეს ბენეფიტები ეგრეთ წოდებული საჯარო მოხელეებისათვის, რომელიც გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, უნდა იყოს გამჭვირვალე და არ გაჩნდებოდეს მსგავსი შეკითხვები. კი, უნდა შეეხოთ, თქოთ რაც შეიძლება მოკლედ, იმიტომ რომ აღარ დაგვრჩა. ნუ ჯერ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების мотиваცია იქნება, რომ ყოველთვის მოითხოვან უფრო მეტი და ეს არის ძალიან კარგი, მისასალმებელი, სხვანაირად შეიძლება იყოს. მათ შორის გამოწვევების დაფიქსირება, პრობლემებზე საუბარი, ბუნებრივია, უბრალოდ
ეს არ უნდა მოხდეს ალბათ მიღწევების და წარმატების ნიველირების ფონზე და რაღაცის გაუფასურების ფონზე. მაგრამ ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული თემები, რომელიც არის გასაუმჯობესებელი, მათ შორის არეზერვო ფონდების შესყიდვების მიმართულებით, მათ შორის ინფორმაციის გამჭვირვალობა, კოორდინირებული მოქმედება ამ კუთხით. ჩვენ კონკრეტული გეგმები გვაქვს და თქვენ ახალგაზრდა იურისტ ასოციაციაც ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა. ისინი არიან ანტიკორუფციული საბჭოს წევრები. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა უკვე სამოქმედო გეგმის განახლებაზე, მთლიანად ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმას გულისხმობ და თითოეულ მათგანს აქვს საშუალება და მომავალშიც ექნება, რომ დააყენონ საკითხები, რომელიც უნდა შევიდეს სამოქმედო გეგმაში, რომ მომავალში უკეთესად დაიხვეწოს. მათ შორის თემები უბრალოდ ალბათ ეხა გადაცემის ფორმატი ცლად საუბრის საშუალებას არ მომცემს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია არ შეეცავა იმას წინამდვილეს, რომ ვიღაცას რაღაც დამსახურებების გამო აძლევენ რაღაც. თქვენი მოწერილი აქვს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ თანამშრომლები, რომლებიც გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ, რომ იუსტიციის სამინისტროში განაგრძობენ კვლავ მუშაობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი თავად ყიდულობენ ამ ბინებს, უბრალოდ სახელმწიფო მათ გარკვეულ დახმარებას უწევს. ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი წახალისების, რომელიც საქართველოში არ გამოიყენება მხოლოდ. რაც შეეხება პრემიების საკითხს, შეგიძლიათ შევბრძანეთ თანამდებობის პირთა დეკლარაციების ვებგვერდზე და შეგიძლიათ ნახოთ პრემიები, რომელიც აქვს მიღებული თანამდებობის პირებს ის განმავლობაში და ანუ ეხლა ამ თემებზე ლაპარაკი ალბათ შორს აგვიყვანს. პრემიებს ვერ შევეხებით დღეს, თუმცა ეს კიდე თავარი არის ის, რომ გამოწვევები ნამდვილად გვაქვს, მიღწევები ნამდვილად ძალიან საამაყოა და ძალიან თვალსაჩინოა და ამ მიღწევების ეს თქვა ნიველირებით რაღაც კონტრპროდუქტიული იქნება ეს ჩვენთვისაც. ყველა ჩვენთაგან ალბათ მაყურებლისთვისაც არ იქნება მთლად მისაღები, იმიტომ რომ ეს ჩვენი მოქალაქეები თავადაც ხედავენ, თავადაც ისმენენ თქვენს პრეს-კონფერენციებს, თქვენს ანგარიშებსაც კითხულობენ. ასევე თავადაც უყალიბდებათ. მადლობ, ძალიან მთხოვს. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოში კორუფცია არის. ძალიან მთხოვს რაღაც. ძალიან მოკლე ესეთი ზოგადი კომენტარი და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგების ნიველირებას მგონი ჩემი მთელი საუბარი ამით იწყებოდა. არ ვახდენთ იმ მაგალითებით, რომელსაც აღვნიშნავთ. უბრალოდ ვითხოვთ თქვენგან აი ამ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. იმ მაგალითებით, როგორც იყო დავუშვათ რიყის მაგალითი, ამაზე რეაგირებას და არა სამწუხაროდ ისეთ პასუხს, როგორც ეხა ბატონი ვახტანგისგან მივიღე. არა ის, რომ ეს ბუნებრივი არ იქნება, არამედ პასუხი ისეთი, რომ მას უბრალოდ ახლა ამ საკითხზე არ ქონდა მე მგონი კონკრეტულად. არ ქონდა ინფორმაცია და ცალსახად უარყო, რომ ესეთი ფაქტი შეიძლება მომხდარიყო კორუფციის მიზნით, მაგრამ მოდი გამოვიძიოთ, გამოვარკვიოთ და დავინტერესდეთ. თქვენი ვარაუდი გამოთქვით, თქვენი ვარაუდი მე გამოვთქვით ჩემი ვარაუდი. ანუ არც თქვენ არ გაქვთ ესე იგი. აქვს ვალდებულება ყველა კონკრეტული ესეთ შემთხვევა გამოიძიოს. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ესეთი ეს ანგარიში გამოვაქვეყნეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი. მე მგონი 2 წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარი რო იზარალა სახელმწიფო ბიუჯეტმა არის საკმაოდ მწვავე. მაგალითად ნამდვილად არ არის სასაცილო. ამიტომ აი ესეთ ფაქტებს მე არა ვარ იურისტი და თქვენ იურისტი ხართ, ხო? ეხლა თქვენ დასკვნა გააკეთეთ უკვე და ბრალდებაც წამოგვიყენეთ. ამ სწორია არა სწორი ფორმატი მაქსიმუმი რაც შეიძლება აქ მომხდარიყო ეს გამირღვევია, იმიტომ რომ კონკრეტული ზარალი მიადგავა არის უკვე ვერდიქტი. ზარალი მიადგავა, ვერდიქტი გამოიტანა. არა, ზარალი მიადგა, დიახ, 10 მილიონი 2 წელიწადში. ნუ მაშინ ეკონომიკური განათლება თქვენში უფრო ასე ვთქვათ გასავითარებელი. 7 მილიონად რომ გაყიდი ქონებას და 2 წელიწადში 17 მილიონ დოლარად იყიდი უკან და ქონებასთან დაკავშირებით არაფერი გაუმჯობესებულა. გარდა საბაზრო ფასის არ ვიცი 2 წელიწადში 10 მილიონი და ის ქონება 30 მილიონი ღირს და 27 იყიდეთ მაშინ ზარალია თუ მოგება? უკაცრავად ის ქონება რომელიც 27 მილიონად იყედეთ თუ ღირს 30 მილიონი ეს ზარალია თუ მოგება? კი, მაგრამ ამ ეს მაგალითი გითხარით ეხლა კარგი, გასაგებია. გააკეთეთ რომ წააგო და არ არის გასაგებია. მადლობთ. ბატონ ელჩს მინდა ბოლოს სიტყვა ვთხოვო და დავასრულოთ გადაცემას. მგონი 17-ს გამოვაკვეთ 7 არის აქ. ხო, მე ძნელია ამ დამატება. მე შევეცდები უბრალოდ რაციონალური დასკვნა გავაკეთო. აშკარაა, რომ არის სურვილი, რომ საქართველოს შესაბამისობაში მოვიყვანოთ ყველაზე მაღალ სტანდარტებთან, ყველაზე მაღალ პრაქტიკასთან, ეს ძალიან მისასალმებელია და ჩემი მხრივ მე მხოლოდ შემიძლია წარმატება გისურვოთ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძალიან კაი შედეგი, ეს არის ძალიან კარგი შედეგი საქართველოსთვის. მე მესმის, რომ არის ეს შეგრძნება, რომ როცა რაღაც დონემდეა მიღწეული, კიდევ უფრო მეტი გვინდა, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მალე და ყოველთვის არის ეს შეგრძნება, რომ შინაგანი
the satisfaction უკმაყოფილება იმითი რომ billion და გარკვეული ასე who ვთქვათ have lived through it. I mean, all the countries. წინააღმდეგობაში მოსვლის სურვილიც ყველა ახალ ევროკავშირის ქვეყანას ჰქონდა ასეთი სიტუაცია მაგრამ ძალიან კარგია რომ თქვენ გაქვთ ეს სურვილი ეს მიზანი და გაქვთ ასეთი შედეგები დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გადაცემაში სტუმრობისთვის მე შეგახსენებთ რომ დღეს ჩვენი თემა იყო კორუფცია შეხვდებით ევროპულ არჩევანში მომავალ 4 შაბათს საღამოს 10 საათზე მადლობთ